სოფელი ნოქალაქევი, ბებიას ჯარგვალი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ავთონიქაბაზემ თავისი შემოქმედებითი ნიჭი ფურცელზე გადაიტანა. 4 წლის ბიჭუნას საკუთარი ნახატი ძლიერ მოეწონა და მას შემდეგ დროის დიდი ნაწილი ხატვაში გაყავდა. გასართობად დაწყებული საქმე წლების განმავლობაში სამუშაოდ იქცა. დღეისათვის ავთონიქაბაზე პროფესიონალი მხატვარია და მისი შემოსავლის მთავარ წყაროს სურათების გაყიდვა წარმოადგენს. ბებიას ჯარგვალის დახატვით დაწყებული ისტორია კი ასე გაგრძელდა. როგორც ყველა ბავშვი, მეც არ დადაგებზე ჩავდიოდი სოფელში და უბრალოდ ხატავდი იმას, რაც გამეხარდებოდა ძირითადად სოფლის პეიზაჟებში. შემდეგ ეს ნამუშევრები, რა თქმა უნდა, გროვდებოდა და მშობლებმა მიიტანეს პიონერთა სასახლეში. პიონერთა სასახლეში მაშინ ძალიან კარგი პედაგოგი შალვა კაპანაძე, რომელსაც ძალიან მოეწონა ეს ნამუშევრები და ასე დაამერიკად მოვხვდი პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე. ხატვაში წარმატებების მიღწევის პარალელურად ავტოსკოლაშიც კარგად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ინსტიტუტში ჩაბარების დროც დადგა. პროფესიის არჩევისას კი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. მშობლები კატეგორიულად უარობდნენ საბუთების სამხატვრო აკადემიაში შეეტანა. საბოლოოდ დედა და მამამ თავისი გაიტანეს. ავტოსახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე გენეტიკის სპეციალობით მოეწყო, თუმცა მისი მხატვრული შემოქმედება არ დასრულებულა. ვიყავი ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე გენეტიკის სპეციალობით. მაგრამ ეს თანდაყოლილი სურვილი ხატვის იმდენად ძლიერი იყო, რომ უნივერსიტეტში მაშინ გაიხსნა მეორადი ფაკულტეტი სახვითი ხელოვნების და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა მეორად ფაკულტეტზე. ასე რომ ამ გენეტიკას მაინც ასე თუ ისე უთავსებდი ფერწერას. ამით მე უბრალოდ იმ სურვილს ვიკმაყოფილებდი, რომელიც თანდაყოლილი მქონდა ბავშვობიდან. გენეტიკის სფეროში ადამიანის ქსოვილთა კულტურაზე მუშაობა საბჭოთა მედიცინაში ნოვაციური იდეა იყო. სიახლე ნიჭიერი მხატვარი იმდენად დააინტერესა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსკოვის სამედიცინო გენეტიკის ინსტიტუტს მიაშურა, სადაც ცნობილი პროფესორის კირ ნიკოლოზიძე გრინბერგის მოწაფე გახდა. მეცნიერებით გატაცებულმა შემთხვევით ლიზიკო ვარაზი გაიცნო. ლიზიკოს გაცნობამ კი კვლავ მხატვრობასთან მიიყვანა. ლიზიკო ვარაზის გაცნობის შემდეგ მქონდა ბედნიერება გამეცნო ავთო ვარაზი, რომელიც მისიც მიშვილია. ასე რომ ავთო იყო ჩემი პირველი პედაგოგი ფერწერაში. ვარაზთან დამეგობრებამ კი შედეგი გამოიღო, რომ ახალგაზრდა ხელოვანს თითქოს და მივიწყებული ხატვის სიყვარული კვლავ გამომძაფრდა. გადაწყვიტა თბილისში ჩასვლისთანავე სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა და საყვარელ საქმიანობას სრულყოფილად დაუფლებოდა. გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც. ბავშვობის სურვილი რომ ეხატა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავი დავანებე მეცნიერებას და ჩავაბარე სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის განყოფილება იყო, რომ 5 წლის სწავლის შემდეგ მოვიღე დიპლომი და მას შემდეგ ვეწევი აქტიურ შემოქმედებით მუშაობას. ავტოსწავლა განათლება სამხატვრო აკადემიის დიპლომის აღებით დასრულდა. თუმცა გამოფენების მოწყობისა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების მცდელობის სურვილი არ გასჩენია. ტილო, საღებავები და ფუნჯი კვლავ ხობად დარჩა. არც ქსოვილთა კულტურის სფეროში მუშაობა უცდია. მას ახალი მიზანი ჰქონდა, მოგზაურობა და რაც შეიძლება ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა. პოლონეთი, პარიზი, ავსტრია, უნგრეთი ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მხატვარმა მოიარა. განსაკუთრებით ლამაზად კი შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობა ახსოვს. შორეულ აღმოსავლეთში კრუიზი ძალიან საინტერესო იყო, იმდენადაც მთელი ეს მხარე ვლადივოსტოკიდან დაწყებული პეტროპავლოვსკ-კამჩატკის ჩათვლით გემის ჰქონდა გავლილი ეს გზა და საერთოდ ეს მხარე არის საოცრად მდიდარი თავისი ბუნებრივი რესურსებით, ხალხიც არაჩვეულებრივია და სახანისზე გადასვლის დროს ესეთი კურიოზული ისინიც ჰქონდა შემთხვევები, რომ ხალხი იკრას 3 ლიტრიანი ბანკიდანაც კი ჭამდა კოვზით. სამშობლოში დაბრუნებული კვლავ საყვარელ საქმიანობას მიუბრუნდა. ოღონდ ამჯერად ცდილობდა მხატვრობით ფულიც ეშოვნა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო და თან გასაყიდად რამდენიმე სურათი წაეღო. ჩანაფიქრმა გაამართლა. ქალაქ ჰომბურგის ერთ-ერთი გალერეის დირექტორს ქართველი მხატვრის ნამუშევრები ძლიერ მოეწონა და მაშინათვე შეიძინა. გარდა ამისა, შეთანხმდნენ, რომ უფრო დიდი გამოფენა მოეწყოთ. სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. გერმანიაში მიმავალ მხატვარს რუსეთის საბაჟომ სურათების უმეტესობა არ გაატანა. ამისათვის მოსკოვის კულტურის სამინისტროს ლიცენზია იყო საჭირო. მისი აღება კი ვერ მოხერხდა. მოსკოვის კულტურის სამინისტრომ დაბლოკა ჩემი სურათების გატანა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვითვლებოდით და არ მომცა ნება გამეტანა ამ სურათების. ასე რომ გერმანიაში დიდი გამოფენის ნაცვლად მხოლოდ 3 სურათით მოვხდი.
თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ქართულ მხატვარს დაგეგმილი დიდი გამოფენა აღარც ახსოვდა. საქართველოს აფხაზეთთან ომი დაეწყო და ავთოსაც გულმა ბრძოლის ველზე გაუწია. მისი მასპინძელი გერმანული ოჯახი ეხვეწებოდა დარჩენილიყო და მშვიდად ეცხოვრა. მაგრამ არ დაიჯერა, სამშობლოში დაბრუნდა და მხედრიონში მოხალისედ ჩაეწერა. ომის პერიოდიდან ერთი ისტორია გამორჩეულად საინტერესოა. ჭადრაკის სასახლეში თბილისელები აგროვებდნენ თბილთასაცმელს მეომრებისთვის. მე შემთხვევით მოვხვდი იმ ადგილას და ვინაიდან ზამთრისპირი იყო უკვე თუ შემოდგომისპირი აღარ მახსოვს. თბილთასაცმელს მოსაჭიროებდი და მეც იქვე ლამაზად შეკრულ ფუთას მოვკარი თვალი, რომელსაც რატომღაც არავინ არ ეკარებოდა. ავიღე ეს ფუთა, გავხსენი და აღმოჩნდა სამხედრო ფორმა, სრულიად ახალ-ახალი. შემდეგ გავხსენი, მოვიზომე და ვნახე, რომ მარჯვენა გულის მხარეს ეწერა ბავშვის ხელით დამარცლული ასოები, ლოცვა. აი სწორედ მე მგონი, აი ბოლო ოპერაციის დროს, რომელიც სოფელ თავისუფლებასთან კონდა მეომრებს, იქ მე მგონი აი ამ ლოცვამ გადამარჩინა. დილა იყო, დაახლოებით 12 საათი. ავთო და სხვა 10 ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზზე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იყვნენ გამაგრებულნი. უცებ აფხაზებმა ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს. ავთოსა და მისი მეგობრების საფარს ქვემეხი მოხვდა. 4 კაცი ადგილზევე გარდაიცვალა. 6 მძიმე დაიჭრა. მათ შორის მხოლოდ ავთო იდგა უნებელს. სწორედ მაშინ იფიქრა, რომ მისი სიცოცხლე პატარა ბავშვის გული დაწერილმა ლოცვამ იხსნა. ეს სამხედრო ფორმა ჩემთვის როგორ გითხრათ ყველაზე ძვირფასი რამ არის მას მე დღესაც ვინახავ სახში ვინაიდან მართალია ეს ლოცვა ვინაიდან პასტით იყო დაწერილი ოდნავ მაინც გაფერმტალდა მაგრამ მაინც ეს ლოცვა ჩანს დღესაც და როგორ გითხრათ ის ალბათ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ძვირფასი ნივთია რომელსაც სათუთად ვფრთხილდები. ომის დასრულების შემდეგ მხატვარი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. უკვე ასაკში იყო და თავგადასავლების ძიების სრული აღარ გასჩენია. ცხოვრების სიდუხჭირემ საბოლოოდ დაიძულა ჰობი პროფესიად ექცია. ერთ მშვენიერ დღეს ნახატები მშრალხიძე გაიტანა და აგერ უკვე 10 წელია ერთი დიდი ოჯახის წევრია. მშრალხიძე მდგომი ხელოვანების ურთიერთობას სწორედ ბატონმა ავთო მოწოდა ოჯახი. ისინი ძირითადად შაბათ-კვირას იკრიბებიან და ერთმანეთს ყველანაირად უდგანან მხარში. საინტერესოა, ასეთ ნიჭიერ მხატვარს რატომ არ ჰქონდა არასოდეს სურვილი თავისი თავი ფართო საზოგადოებისთვის გაეცვა. ამ კითხვაზე ის პასუხი მივიღეთ, რომ ხატვა მისთვის ყოველთვის პირადი სიამოვნების საგანი იყო და თავის წარმოსაჩენად მისი გამოყენება არასოდეს უცდია. თორაზი დახატული მყავდა დაახლოებით 76 წელს თუ არ ვცდები და ეს პორტრეტი შემდეგ შეიძინა სახელმწიფო მუზეუმმა. შემდეგ რაღაც წყაროების საშუალებით გავიგე რომ ეს პორტრეტი რომელიც მუზეუმს მივყიდე თეატრალურ ინსტიტუტში მე მგონი სახელმძღვანელოდ შეტანილი და რამდენად მართალია არ ვიცი. ალბათ ჩემი სურათი იქნება. უარაზის პორტრეტის მსგავსად, ავთოს სხვა ბევრი ნახატიც ინახება კოლექციონერთა საკუთრებაში თუ ოჯახებში, რაც მხატვარს ძლიერ ახარებს და მიიჩნევს, რომ შემოქმედებითი ნიჭი ხვდისგან ბოძებული დიდი ჯილდოა.